მოგესალმებით საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო დაბეტაძე წარმოგიდგენთ. მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 მილიარდ 347 მილიონი ლარი, ანუ 9.2 მილიარდი დოლარი იყო. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. საქსტატის სამსახურმა დააკორექტირა თლიანში და პროდუქტის ზრდის წინასწარი მაჩვენებელიც და 7.1%-ის ნაცვლად 7.3%-ამდე გაზარდა. თლიანში და პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6.842 ლარი, ანუ 2.495 დოლარი იყო. თლიანში და პროდუქტის 14.7% ვაჭრობაზე მოდიოდა, 9.1% უძრავი ქონების ოპერაციებზე, 8.9% დამამუშავებელ მრეწველობაზე, 7.5% კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე. საქსტატის მიხედვით 2025 წლის მეორე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციების სექტორმა, რომელიც 37%-ით გაიზარდა. განათლებაში ზრდა 29% იყო, ხელოვნებისა და გართობის დარგით 16%-ით არის გაზრდილი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები თითქმის 12%-ით. ამავე პერიოდში კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც 2.5%-ით შემცირდა. მშენებლობაშიც ასევე კლება 2.6%-ით. ელექტროენერგიის აირის მიწოდების დარგი კი 7%-იან კლებას აჩვენებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა. როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, დეტალურად კომპანიების მიხედვით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ჯამურად თანხა დაიზოგა საკადრო ოპტიმიზაციიდან, შესყიდვებიდან და ადმინისტრაციული ხარჯებიდან. მისი განმარტებით ოპტიმიზაცია 1000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, სადაც მოიაზრება როგორც გაშვებული თანამშრომლები, ასევე ვაკანსიები, რომლებიც გაუქმდა. ირაკლი კობახიძემ კი, როგორც იცით, ადრე განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ეს არის სახელმწიფო საწარმოები, ეს არის როგორც კადრების ოპტიმიზაცია სახელმწიფო საწარმოებში, ასევე არის გარკვეული შესყიდვების ნაწილში უფრო სწორი ჩამოყალიბება იმ მოთხოვნების, რაც ჰქონდათ საწარმოებზე შესაბამისად, რაც ეკონომიები წარმოიშვა. 1000-ზე მეტია, თუ სწორად მახსოვს, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს ეს ციფრი. ეს მოხდა ოპტიმიზაცია კი, რომელიც ნაწილი გაუშვეს, ნაწილი დაგეგმილი იყო აყვანა და ოპტიმიზაციის შემდეგ აღარ აიყვანეს და მსგავსი თემები. თითოეულ საწარმოში წარმოქმნილი ეკონომია მოხმარდება ისევ იმ საწარმოს საჭიროებებს. მაგალითად, რკინიგზაში თუ ოპტიმიზაცია გაკეთე რამე, რა თქმა უნდა, რკინიგზის საჭიროებებს მოხმარდება და არ მოხდება ამ რესურსის გადატანა სხვა საწარმოების სუბსიდირებისთვის. ეს არის ძირითადი რაზეც დაიხარჯება. BMG-ს გიორგი კაკაურიძესთან სხვა კითხვებიც ჰქონდა, რა პასუხები მივიღეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, მეტ დეტალს ზუსტად 1 საათში ლუცა შუბაშვილი გაგვაცნობს. დედაქალაქში მიწის ნაკვეთების ბაზარი გააქტიურდა, უძრავი ქონების საბროკერო კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდში გაყიდვები წლიურად 20%-ით გაიზარდა. მოთხოვნა არსებობს როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში საინვესტიციო მიწის ნაკვეთების დეფიციტია, მოთხოვნა კი მიწოდებას აჭარბებს, ფასი ამ ტიპის უძრავ ქონებაზე საკმაოდ მაღალია და 4000-დან 1000-მდე დოლარის ფარგლებში მერყეობს კვადრატულზე. მიწის ნაკვეთებზე მზარდია მოთხოვნა თბილისის შემოგარენშიც, უკავშირდება თუ არა ბაზრის გააქტიურება გადავადებულ მოთხოვნას და ვინ რა მიზნით არის დაინტერესებული მიწის აქტივების შეძენით საქართველოში. ელენე გოგბერაშვილი მუშაობს ამ თემაზე და დეტალებს შემდეგ გამოშვებაში წარმოგვიდგენს. აგვისტოში თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე კლება იყო. TBC კაპიტალისა და კოლიერსის მონაცემებით გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 8-დან 10%-მდე კლებას აჩვენებს. აღნიშნული მონაცემებით აგვისტოში თბილისში 2800-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. უძრავი ქონების ბაზრის ზომა კი 230 მილიონ ლარამდე იყო, რაც წლიურად შემცირებული მაჩვენებელია. თბილისისგან განსხვავებით ტენდენცია ბათუმში დადებითია, სადაც აგვისტოში 80 მილიონი დოლარის ღირებულების 1298 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ჯორჯიას მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების აგვისტოს მიმოხილვის მიხედვით ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით თითქმის 14%-ით გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 36%-ით არის გაზრდილი. დინდებს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებს, როგორ შეიცვალა ბაზრის სტრუქტურა, როგორ ვითარდება საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზარიც. რენტალსის მართულ პარტნიორთან ზურაბ ერისთავთან ერთად შემოგერთდებით 15 საათს და 30 წუთზე.
თბილისის სატრანსპორტო სისტემას ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება. თბილისის მერის განცხადებით, გასულ წელს შესყიდული 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე თბილისშია და ხაზებზე გასასვლელად ემზადება. კახაკალაძე ამბობს, რომ ახალი ავტობუსები 27 სექტემბრიდან დაიწყებს მოძრაობას, გამოთავისუფლებული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება. 18-მეტრიანი ავტობუსები 200 ერთეული, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია, ყველანაირად გაწყობილია და მზად არის იმისთვის, რომ გავიდეს ხაზებზე და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, რომ სრულად ჩაგვენაცვლებინა და შემოგვეყვანა ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსები და მიკროავტობუსები. 27 სექტემბრიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქებს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რომ თითოეულ უბანს, თითოეულ რაიონს კონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში კი ცვლილებები შედის. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები უკვე შედგა. შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. მოლაპარაკებებზე მხარეები შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ, ასევე განხილული იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებით ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს ხელი 2026 წლის პირველ კვარტალში მოიწერება. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში 1 საათში ბრუნდებით, დაგვრჩებით.